პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის მიმართ ერთგულება მტკიცეა. მთავრობის მეთაურის თქმით მიუღებელია ორმაგი სტანდარტი. ქვეყნის იდენტობა კი პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე არ გაიცვლება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ვიქტორ ორბანი. კონფერენციის მონაწილეებს მიმართა დონალდ ტრამპმა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, უნგრეთის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების თავმჯდომარე, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო. დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენს წინაშე უნგრეთში, ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული. ჩვენ ქართველები განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატავს. დიდი მადლობა ამისთვის, ბატონო ვიქტორ. თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც 3000 წელზე მეტია იმპერიების გზაჯვარედინზე დგას. ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში. საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და მაინც დავრჩით გაუტეხელნი. ქართველებად დავრჩით. გვიამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას, ის კარგავს საკუთარ თავს. დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე, არა მხოლოდ პოლიტიკური დასავლეთი, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც. დასავლეთი, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება. ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების რწმენისა და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ deep state-ის, რომელიც ცდილობს მსოფლიო არაფრად აქციოს და თავი ყველაფრის მმართველად ჩათვალოს. ჭეშმარიტი ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი, ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში, მთელს ევროპაში და მის მიღმაც. ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია. ჩვენ ვართ ევროპული ერი, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე. იყო პროევროპული არ ნიშნავს იყო ანტიქართული. ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის თავისი ძლიერი იდენტობით და ჩვენ სიამაყით დგავართ მათ გვერდით. უნგრეთში და მის მიღმაც, ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა. ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე. დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შეშფოთებულ მოვლენას, ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ. აგრესიული და შეუწყნარებელი, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და LGBT პროპაგანდის ხელშეწყობას და ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას. ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი განვითარება. ტოლერანტობას ამოფარებული ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას. ბოლო 3 წლის განმავლობაში მსოფლიო შეესწროს საშინელ ტრაგედიას უკრაინაში. დასაწყისშივე ჩვენი ხელისუფლება აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას მოსალოდნელ შედეგებზე. სამწუხაროდ ეს გაფრთხილებები იგნორირებულ იქნა. ჩვენ საქართველოში კარგად გვესმის ომის ფასი, შესაბამისად ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის ომის დაწყებიდან ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, იმ ძალებისგან, ვისაც სურს საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ, მშვიდობის გზა ომის ნაცვლად, სტაბილურობა ქაოსის ნაცვლად. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგება, მაგრამ მშვიდობა ყოველთვის მოწყვლადია თუ მას სიმართლე არ იცავს. წლების განმავლობაში გავლენიანმა საერთაშორისო მედია საშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელეს საქართველოში. მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას იმისთვის, რომ ომში ჩართვაზე უარი ვთქვით, სუვერენიტეტი ავირჩიეთ და ეროვნული ინტერესები
ფინანსები დავაყენეთ უპირველეს ყოვლისა. წლებია საქართველოს ებრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედია საშუალებების დეზინფორმაციას, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკვეთას. როდესაც საქართველომ გაატარა ზომები, რომელიც სუვერენიტეტის დაცვასა და არასამთავრობოების გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარითაა და სანქციებით შეხვდნენ. მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედეთ და ვთქვით, დავიცვათ საქართველო და თავად გადაწყვიტოს საქართველომ ყველა ზემოაღნიშნული შემაშფოთებელი მოვლენა, მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნულ და რელიგიურ იდენტობასთან, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული. ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, ხოლო შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მას Deep State-ად მოიხსენიებს. მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა Deep State-ს გამოუცხადეს. უცხოური ინტერვენციების ცნობილი მეთოდები, როგორიცაა USAID და NED, რომლის მეშვეობითაც Deep State-ი ცდილობდა საქართველოში ბოლო 4 წელიწადში 4 რევოლუციის მოწყობას, გაუქმებულია. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები ნამდვილად იმედის მომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩანს, Deep State-ი ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში. ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართულ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს, რაც უეჭველად დადებითად აისახება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში. დასასრულს მსურს წარმატება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მტკიცედ დგას რადიკალური მემარცხენე ლიბერალიზმისა და Deep State-ის გავლენის წინააღმდეგ, ვინც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ტრადიციულ ღირებულებებსა და თავისი ხალხის ნებას. ღმერთმა დალოცოს უნგრეთი, ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს თავისუფალი და მშვიდობიანი მსოფლიო. საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და ამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა მოიტანა ქვეყანაში. მისი ქვეყნის 20% არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი. გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და ძლიერი წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში. მინდა მოგილოცოთ უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის თაოსნებს. კარგად იცით რა დამოკიდებულება მაქვს თქვენდამი. დიდი პატივისცემა. სიხარულის მომგვრელია ის, რასაც თქვენ აკეთებთ უნგრეთში. პატივისცემამ დიდებულ ადამიანს ვიქტორ ორბანს. მან დიდებული საქმე გააკეთა და ძალიან განსაკუთრებული ადამიანია. დიდი პატივისცემა მაქვს როგორც კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის, ასევე მისი ხელმძღვანელების მიმართ. დიდი ფასეულობების დამცველია ვიქტორ ორბანი და ეს ორგანიზაციაც არის ძალიან ძლიერი ხმა უნგრეთსა და მსოფლიოში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას კიდევ ერთხელ და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო ამ ღონისძიების ფარგლებში. დონალდ ტრამპმა მოიგო არჩევნები და ტრამპის ცუნამმა გადაუარა მსოფლიოს. მან იმედი დაუბრუნა ხალხს და აღარ ვიხრჩობით იმ წუმპეში და იმ უიმედობაში, რაც აქამდე იყო. ძალიან ბევრი ადამიანი დაიხმარა ტრამპს და მინდა ყველა მათგანს გადაუხადო მადლობა ამ შესანიშნავი გამარჯვებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში. ეს იყო საუკეთესო დაბრუნება პოლიტიკურ სცენაზე. ტრამპის გამარჯვება სილის გაწუნა ამ მტრებისთვის არა მარტო დაბრუნდა ხელისუფლებაში, არამედ იმას აკეთებს, რასაც დაახპირდა ამ მომხშევლებს. მაუცებს, რამდენად იყო ეს შესაძლებელი და რამდენად არის ეს შესაძლებელი უნგრეთში. ბატონი ტრამპი პირველივე დღიდან არის იმ სიმართლის წინაპირობა, რაც ჩვენთანაც მოდის. მან გააუქმა ბევრი ისეთი კანონი, რომელიც იდეოლოგიურად ეწინააღმდეგებოდა სამხედრო ძალებში კადრების მობილიზაციას. Deep State-ს და ყველა იმ ფაქტორს, რასაც ვეწინააღმდეგებით ჩვენ. იყო ჭრილოვანი ორგანიზაციები, ფულის გათეთრება, იყო პოლიტიკოსების გარეშე წარმოებული პოლიტიკა. ეს უნგრეთშიც ხდებოდა და თან სოროსის ფონდიც გავაშიშვლეთ. მეფე შიშველია, შეგვიძლია ვთქვათ და ეს საზეიმოა მეგობრებო. შუქი ახლა შეიძლება დავინახოთ ყველაზე შორ დერეფნებში უნგრეთშიც, რადგან ახალი კანონი გვაქვს. აღარ დაიბომბება ქალაქები, მილიონობით დოლარი დაიზოგება იმ ომში, რომელიც ვერ იქნება მოგებული. ეს არის ახდენილი ოცნება დონალდ ტრამპის მოსვლით და ამერიკული ოცნებაც ცხადდება. ახლა რა მოხდება ჩვენთან? რა ემართება ევროპულ ოცნებას? ევროპელებსაც გვაქვს ოცნება. ჩვენი ოცნება არის პრინციპში შემდეგი სულისკვეთებით. ჩვენ ომს რომ შევერთებოდით, არ იქნებოდა უსაფრთხოება, არ იქნებოდა კეთილდღეობა, არ იქნებოდა სუვერენული მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის აბსოლუტური თანხმედრა, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმ ბრძოლაზე, რაც საჭირო არის ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენ იგივე ბრძოლას ვხედავთ
უგრეთთან მიმართებაში, ვიქტორ ორბანთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, როდესაც საუბარი არის ბრძოლაზე, შეუძლებელია არ ახსენოს ზუსტად ის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მოქმედებს და უპირისპირდება ძალიან ხშირად იმ ფასეულობებს, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის, ასე ვთქვათ, საფუძველი. მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე ფასეულობებით არის ახალი ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა არის მიმართული სწორედ ამ ერთიანობაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპის იმ ძალებს შორის, რომლებიც იბრძვიან სუვერენიტეტისთვის და ფუნდამენტური უფლებებისთვის.